მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ახალი YouTube არხი შუქურა და მე მისი წამყვანი ლევანი ვარ. დღევანდელი თემაა ხალხის აზრი. ხალხის აზრი რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის? როგორც წესი ვამბობთ ხოლმე, რომ აი ხალხის აზრი არ მაინტერესებს, ან მაგათ კიდია და რაღაცეები, მაგრამ რეალურად ვინც უფრო მეჯერ ამბობს ამას, იმას უფრო მეტად კილა გული ხალხის აზრზე. უკეთხელ ხედავ. მე გეტყვით ხალხის აზრს რა მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემ ცხოვრებაში. ადამიანები, რომლებიც მიცნობენ წლების განმავლობაში, პერიოდულად გვაქვს ურთიერთობა, ერთმანეთს უზიარებთ ბევრ საინტერესო და სიღრმისეულ რაღაცებს ცხოვრებაზე, იმათ რომ შენიშნა მოგცემ, იმათ ძალიან ნორმალური რამეა, მაგრამ არის კატეგორია, რომელიც წელიწადში ერთხელ გნახულობს, ეგეთ შემთხვევით, და რატომღაც გადაწყვეტს, რომ უნდა დაგარიგოს, რა უნდა გააკეთო ცხოვრებაში. როგორც წესი ესეთი ადამიანები ძალიან დიდ პრობლემებში არიან პირად ცხოვრებაში და ცდილობენ თავიანთი ეს არეულობა გადაფარონ სხვის მიმართ რჩევლობის როლით. მოდი ეგ დავარქვათ. როცა შენ ყველაფერი ნორმალურად მიგდის, თუ ბოროტი არ ხარ, სხვისი კეთილდღეობაც კი ხარია რაღაც პონჩი და სურვილს გაქვს, რომ უკეთესად იყოს სხვაც. მაგრამ არის კატეგორია, რომელიც გონია, რომ ჩვენთვის ღირებულია და ამ დროს იზრდები და ხვდები, რომ ზოგი ძალიან უნამოსოა. შენი ოჯახი, რომელიც ცდილობდა კეთილი თვალით დაგენახა ბევრი რამე ცხოვრებაში, ცხოვრება ბევრ რამეს განახებს სხვა კუთხით. ხალხის აზრს მაშინ უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ ძალიან ახლოს არიან შენთან და გიცნობენ, ან კონკრეტულ სფეროში პროფესიონალები არიან და იმ კონკრეტულ ამბავში ეკითხები რაღაცას. სხვა შემთხვევაში ადამიანი როცა რაღაცას გეუბნება, რაღაც პონჩი უნდა დაიკიდო. ნუ არიან ხა კაი ტიპები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ და ლაპარაკის გამო აკეთებენ ამას, მაგრამ ნუ ბოროტო თემას არ გულისხმობ. რო ისეთ კატეგორიას, რომელიც ცდილობს რომ თავისი ღვაწლი შენზე გადმოიტანოს, იმიტომ რომ თვითონ კაი ხნის წინ დაერხა ჯიგარს. ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ შენ გარშემო რა ადამიანები არიან, მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იქამდე ვერ ხვდებოდი მაგას რა, ისე მკვეთრად. ან თვალს ხუჭავდი, არ ვიცი. თემა ის არის, რომ ადამიანები არიან კეთილებიც და არიან ბოროტებიც. ჩვენ ძალიან მკვეთრად უნდა განვცხოთ ისინი ჩვენ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანს იცნობდე, როცა რაღაცას გეუბნება. იმიტომ რომ არის კატეგორია, რომ შენთვის სუდი უნდა და ეს აშკარაა, არის კატეგორია, რომ შენთვის კარგი უნდა, მაგრამ სუდად გამოსდის, იმიტომ რომ გამოხატვის ფორმა არ იცის როგორ არის. თუმცა არის ასევე კატეგორია, რომელსაც უყვარ ხარ და გამოხატვაც კარგად გამოსდის. იმ ადამიანებს მიმართავ, რომლებიც ძალიან სენსიტიურად აღიქვამენ ადამიანის აზრს. იმა რაღაცა მითხრათ და ამაზე ნერვიულობ და შენ თავში ხარ რაღაცებს. ჩემი ისტორია არ ვიცი გითხარით თუ არა, ბავშვობაში როცა რაღაც ჩხუბი მომდიო და ვინმესთან. ყოველთვის გქონდა რომ ჩემ ბრალი ხო არ არის. მაგრამ ცხოვრება მასწავლა რომ ვიღაცები არიან ნაბოზრები, რომელსაც ადგილი უნდა მიუჩინო. იმათ სიტყვით არ ესმის. ძალადობა ვაფშე არ არის გამოსავალი, მაგრამ ზოგჯერ ერთადერთი ენაა სამწუხაროდ. ეხა ისე გამომივიდა, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვერიდო ჩხუბს და ასე შემდეგ კონფლიქტს, მაგრამ არის ხაზი, რომლის იქითაც უბრალოდ სხვანაირად არ მოხდება რა, იმიტომ რომ რეპუტაციის ბაზარია და всё. ხო და რას ვამბობდი? ახლა როცა ვიღაცები რაღაც რჩევას გაძლევენ და გიხსნიან რომ აი ეს ჯანსაღი კრიტიკა ძალიან კაი რამეა. არის უბრალოდ გაფასებენ დადებითად და ეგეთ ასწორებს, მაგრამ არის რომ ძალიან ცუდ რაღაცას გეუბნებიან და არ ხსნიან. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მეჯერა ბევრი კომენტარები არ მაქვს, ერთ-ერთი კომენტარი იყო და დადებითი იყო და გამიხარდა, მაგრამ ანუ რას გულისხმობ ნახე, ჩვენ ადამიანების შეფასებას ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას, როცა ვაფშე არა მისანიჭებელი რა. მოდი ავიღოთ ესეთი რაღაც. ტიპი გეუბნება რაღაცა ცუდი ფორმით, ცდილობს რომ გული გატკინოს, ამ დროს რჩევას გაძლევს. ეგეთი ადამიანები არიან ბოროტები. თვითცნობიერებულად ხდება თუ გაუთვითცნობიერებლად, ფაქტია რომ პროჭობას ქვია პროჭობა. ადამიანებს მოგმართავთ, რომლებიც სენსიტიურად აღიქვამთ ამ ყველაფერს, აი ადამიანის აზრს, ხალხის აზრს რა. წარმოიდგინე დეზერტირების ბაზარში მოდის მთვრალი ლოთი, რომელსაც ჩაფსმული აქვს, დოჟი გადმოდის პირიდან და გეუბნება რომ იცი რა არის, ცხოვრებაში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ხვალ უნდა ადგე და ეს ყველაფერი გააკეთო. ანუ როგორც იმ ტიპს არ დაუჯერებ, იმიტომ რომ არაადეკვატურია, ისე არ უნდა დაუჯერო იმ მაგინებელ ხალხს, რომელიც პროსტა იფურთხება რა, იმიტომ რომ ბევრი ნერწყვი აქვს. ძალიან მკაცრად უნდა გაფილტრო ტოქსიკური ამბები. გინდა კომენტარებში, გინდა ზოგადად ცხოვრებაში. ადრე თუ ფიქრობდი რომ აი ჩემი ბრალი ხო არ არის, ეხა ძალიან მკაცრად ვიაზრებ იმ ფაქტს, რომ რატომ ეუბნება იმას. სულ რომ მართალი იყოს, ანუ ამ ტიპს რა მიზანი აქვს ჩემთან ურთიერთობაში, ჩემთან მიმართებაში რა. ჯერ იქიდან ვიწყებ მსჯელობას, იმიტომ რომ იმ ადამიანიდან მოდის საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც შენ ამჩნევ, ზოგიერთი რომ კაი ტიპი და ზოგიერთი რომ პროჭი არა, ისე გამჩნევს ის შენ, რომ შენ არ ხარ პროჭი, ხელმისაწვდომი ხარ და შენი ემოციებით თამაშობს და ამით ცდილობს, რომ რაღაცა ღირებულება იგრძნოს თავის უბედურ ცხოვრებაში. პროჭების კატეგორია მაგით იკვებება, რომ შენ მოგწამლოს და ამით ისულდგმულოს. მაქსიმალურად როგორც შეგიძლიათ, უნდა აერთოთ კონფლიქტს, მაგრამ თუ კუთხეში მიგიმწვდეს,
უეჭველი ის უნდა მოაგვარო რა. როგორც წესი ეგ ძალიან ესეთი შორიდან კბენებია რეალურად, მაგრამ უნდა იცოდე ვინ გაფილტრო და როგორი სიმკაცრით. აი მეც რო ხარ რაღაცას გეუბნებით YouTube-ს ვაკეთებ და კარგ რაღაცებს ვქმნი რეალურად. შენ პირველ რიგში ხო იმას უყურებ მე რა მიზანი მაქვს. ანუ მე რატო ვაკეთებ ამას ესე უნდა შეხედო. და აქედან გამომდინარე მე როგორ სხვა დანარჩენს გადააფასებ. და პირადად მე რატო ვაკეთებ ამ ვიდეოებს პირდაპირ გეტყვით. ძალიან გამისწორდება თუ ვიგრძნობ იმ ადამიანად თავს, რომელიც სხვა ჩემნაირ არსებებს უკეთესობა შეუქმნის და ამის ხარჯზე თავის საგიბელსაც მიიღებს. აი გინდა მეზობლები ავიღოთ რა, კაი ტიპები, ცუდი ტიპები, ანუ არიან ძალიან კაი ტიპები, აი მინა ოჯახი და არსებები და არიან აი ნაბოზრები. როგორც წესი ხა ის ოჯახში იზრდება სტანდარტულად ადამიანი, რომ აი მიესალმე ბიძიას, მიესალმე ბაბუას, შეიძლება ის ბაბუ არის ჩვეულებრივი, რომელიც უბრალოდ უნამუსოა და იფურთხება რა, როგორც ბევრი არასწორი ადამიანი. ძალიან მკაცრად უნდა გაფილტრო ის ხალხი, ვინც იფურთხება რა, რატო იფურთხება? მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება ბავშვობაში რაღაცა ტრავმა ქონდა და გაბოროტდა, ან რაღაცაზე თქვა უარის ცხოვრებაში და შენზე გადმოაქ და ასე შემდეგ რა. ნუ არის კატეგორია, რომ ვაფშე არ არის ღრმა და ცდილობს, რომ სხვის ემოციებზე ითამაშოს და ესე იარსებობს, ანუ ტკიპა რა, მაგრამ ბოლოს ნუ ტკიპას კდება. აი ფინიში მაგათ არ აქვს. ერთადერთი ანუ ფრაბლა ანუ ერთადერთი სადამდე ცხოვრობენ, შენ არ უნდა მოაწამლინო თავი. ცოდე როგორი ფილტრი დავუყენო ამას. გარეშე ცხოვრება მაგარი უაზრობა იქნებოდა, იმიტომ რომ ესე ვიწვრთნებით და ძლიერდებით რა. ნაბოზრების ხარჯზე. თუ ადამიანი არ გიცნობს და გაფასებს ცუდად და აუხსნელად, იმას არის ძალიან დიდი პრობლემა. ჰეითერებზე საუბარს არ ვაპირებ, ჯერ მაგ ხელწონა მე არ მაქვს რომ ჰეითერებზე ვისაუბრო, მაგრამ ბიჭო, დროის დაკარგვასაც არ ვაპირებ რა, იმიტომ რომ მე მინახავს, ანუ დედასვიცა ვარ, შოქში ჩავარდი რა. სოციალურ ქსელში ვიყავი, რამდენიმე წლის ამბავია. ბიჭო, რაღაცა კომენტარი ვნახე ძალიან საზიზღარი რა და წავიკითხე და მე ამ ადამიანს ვიცნობ. ჯერ ვნახე ეს რა, ოღონდ აი შემთხვევით რა, ისე სადღაც გავიშთეთ ერთად და რომ ვნახე, მივხვდი რომ ანუ ის კი არ გამიკვირდა ეს როგორ დაწერა. ის გამიკვირდა უფრო მეტი რატო არ დაწერა. იმიტომ რომ იმდენად ბოდიში და იმდენად საზიზღარი მდგომარეობა ქონდა, რომ იმის კომენტარი ძალიან ლოგიკური იყო რა, მაგრამ სადაც დაწერა და რა ფორმით დაწერა, ძალიან მკბენა რა, გესლიანი ნათქვამი იყო და შენ რო ეგეთებს უსმინო, ხო არ გადაობა. ვაფშე არ გჭირდება მაგაცე ფიქრი რა, იმიტომ რომ ესენი არიან ტიპები რა, რომლებიც მალე ჩაიჩვდებიან რა. ხო და ეგეთი ამბავია რა, ანუ მიუყევი თავდაბლად შენ საქმეს, შებერე ბოლომდე, იყვარდეს რასაც აკეთებ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და იმის იქით რა იქნება და როგორ იქნება, ცხოვრება დაგანახებს რა. ერთადერთი ის მაინც გეცოდინება, რომ რაც გიყვარდა, იმისთვის ცხოვრობდი. და ანუ ის ადამიანები, რომლებიც იქბინებიან და ცდილობენ რაღაც გამოგვწისკნონ რა, იმათ ისეთაც დახეული აქვს. ერთადერთი შენ რაც უნდა გააკეთო, მათ ნაკლები ყურადღება მიაქციო. შენ რატო არ იქბინები? ანუ შენ რატო არ გაგვსურვიო სხვა დააზიანო? იმიტომ რომ შენ არ ხარ დესტრუქციული ძალა რა. შენ ხარ ტიპი, რომელსაც უნდა რომ ააშენო სხვაც თავის თავთან ერთად. ხო და ეგეთი ამბებია. ხალხის აზრიზება და ძალიან კომპლექსური რამეა რა, და ეს რომ ჩაშალო რა. რომ ერთ კოპში არ მოხარშო ყველა. იმიტომ რომ ზოგიერთი ვაფშე რა გასაკარებელი, იმიტომ რომ იმას თავისი რაღაცეები აქვს და თავის რაღაცეებში უნდა დატოვო მანამდე, სანამ ამ ტკიპობას არ მოიშორებს და ისევ ადამიანს რო გადაიქცევო, თუ გადაიქცა, მე უკვე მისცე საშუალება რომ დაგელაპარაკოს რა, რომ სხვა შემთხვევაში თავი არ უნდა მოაწამლინო რა, იმიტომ რომ უბრალოდ არაფერს კარგს არ მოგიტანს რა. აი გახსოვდეს რომ როგორც დეზერტირების ლოცს არ შეხედავ და არ მოусმენ, ანუ არ მაქვს საუბარი დაჩაგვრაზიან ფიზიკური სიტყვեր შეურაცხყოფაზე. ანუ როგორც იმ ადამიანს არ მოусმენ, რომ აი ტიპსო ჩაფსმული აქვს და რო გეუბნება, ის ცხოვრებაში მოწესრიგებული უნდა იყოს. ისე არ უნდა მოусმენ, რომ ვიღაც ჰეითერს ცხოვრებაში, ანუ რომელსაც ისე დანწმული აქვს, რომ აი შენ წარმოდგენა არ გაქვს. რა შეიძლება რო ნახო, ბავშვი გაგიქრება შენ თავის მიმართ წყენა, რომ აი შენ თავში წყენა, რომ აი რატო გეწყინა. იმის საცოდაობის დანახვის შემდეგ მიხვდები, რომ სრულიად ლოგიკურია, რაც გააკეთა იმან, რაც დაწერა, თქვა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ იმას მიაქციოთ ყურადღება, ჩემ თავსაც მაგას ურჩევ, რომ მაქსიმალურად საქმეში იყო ჩართული და ეს ხალხი იმენა გაიფილტრება ჩვეულებრივ. რაღაც პონჩი მკბენარები კაია, ტონუსში გამყოფებს და ვაფშე არ ტეხავს მაგათი არსებობა რა, რაღაც პონჩი ასწორებს კიდევაც. ხო რა ვიკიდე, ის თქმა შემიძლია ხალხის აზრზე. პრინციპში შეკრული თემაა რა. ერთადერთი ნახე, შენი გარემოცვა რაც ყავს გარშემო. ცალკე თემა არ მინდა ხალხის აზრს შეუერთო რა, იმიტომ რომ შენი გარემოცვა ისა ვინც რაღაც პონჩი გიცნობს და ხალხის აზრი არის ხალხის აზრი, რომელსაც შეიძლება დანახული არ წყავდე ნორმალურად. ასე რომ ძალიან მკაცრი ფილტრი დააყენე შენს გონებაში. ოდესმე გექნება ის მომენტი, რომ აი რაღაც ესეთი კარგი ადამიანი, ესეთ თუ პირობებში როგორ დავიბადე, ანუ რეალურად ზოგჯერ შენც ხარ ჰეითერი, ოღონდ ძალიან მსუბუქ ფორმატში. და რაღაცებს შეიძლება ვერ ამჩნევდე, რომ რაღაც მომენტში ჰეითერობდე.
ასე რომ ანგელოზი მგეგონება თავი, ეგ ერთი, მეორე ხალხის აზრი პროსტა იცოდე რა დონეზე დაიკიდო და რა დონეზე მიიღო, იმიტომ რაღაც პონჩი სოციუმის საკეც არის, მარტო არასწორი არ არის. და მესამე, შებერე შენი საქმე ბოლომდე და არ გეცალოს ჭორიკნობისთვის. შენი მიზნებით, შენი საქმით მოიწამლე და მგონია რომ უფრო მეტ ბედნიერებას იგრძნო და მეტ სიმშვიდეს. ძირითადად ეგ არის რაც ვთქვი. კაი, აბა თქვენიც.